მოგესალმებით თავისუფლებას ინდისის პატიმრებს მე ნამდვილად ღიმილით შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმაზე რომ ქართული ოცნება თითქოს ქმედებაზე გადასულიყოს. ჯერ ერთი ძალიან სასაცილო იყო ის 5 დღიანი ვითომ და გამოძიება სუსმა რომ ჩაატარა ქიმიური მოწამვლის საქმე ეს როგორც დანაშაული თუ დადასტურდება ეს არის სახელმწიფო დანაშაული და არა თუ საქართველოსნაირ ქვეყნებში არამედ ნორმალურ ქვეყნებშიც იქ თვითონ სახელმწიფო ამ დანაშაულს არ იძიებს ხოლმე. საერთოდ საუბარი ზედმეტია 5 დღეში როგორ უნდა გამოიძიო ასეთი დონის საქმე, მაგრამ ცხადია ეს ემსახურებოდა არა სიმართლის დადგენას, არამედ სიმართლის დამალვას. დიდი პრობლემა შეუქმნა ქართულ ოცნებას, რეჟიმს ამ ქიმიური მოწამვლის საქმემ, ვინაიდან მთელი სამყაროს ფოკუსში მოექცნენ და მათი პროპაგანდისტული მექანიზმიც, რომელიც სხვა შემთხვევაში გამართულად მუშაობდა ხოლმე, ჩამოიშალა. ჩვენ გვახსოვს დაიწყეს ქილიკი, დაიწყეს BBC-ისთვის ფეიქ სააგენტოს ძახილი, დაანონსეს დიდი საერთაშორისო სამართლებრივი დავა და ამდენი ხნის განმავლობაში მათ არავისთვის მიუმართავთ და ახლა გადაწყვეტეს რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მის ანალოგში უჩივლონ BBC-ს. რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ენდობა არც სუსის გამოძიებას, არც ამ რეჟიმს ეს ისეთი საკითხია, რომელიც უნდა გამოძიებული იქნეს საერთაშორისო დონეზე, ამის შესაბამისი ბერკეტები არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. იქნება ეს გაერო, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, იქნება ეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შესაბამისი მექანიზმები სამართლებრივი არსებობს, რომელსაც ვენდობით ჩვენ, ენდობა საერთაშორისო საზოგადოება და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სიმართლე, რითი მოგწამლეს ჩვენ 2024 წლის დეკემბერში. რეალური სამართლებრივი დავა რომ წარმოებული იყოს BBC-სთან, აქ ძალიან ბევრ რამეს აეხდება ფარდა, რა თქმა უნდა, სუსის გამოძიებას არავინ ენდობა და ძალიან ბევრი საკითხის, ძალიან ბევრი წყაროს და გაცილებით უფრო მეტი გამოაშკარავება იქნება საჭირო, ვიდრე ეს თუნდაც BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდა. შესაბამისად, ქართული ოცნება ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში, ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს საქმე არ უნდა მიეცეს დავიწყებას, იმიტომ რომ აქ საუბარი არის ისტორიულ, სავარაუდო ისტორიულ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა რეჟიმმა და რომელში მონაწილე პირებმაც აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ნამდვილად არაპირებს ამ საკითხის რაღაც უკანა მხარეს, უკანა პლანზე გადაწევას. ყველანაირად შევეცდებით მის აქტუალიზებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, სანამ არ დადგინდება სიმართლე, სანამ არ დადგინდება როგორ და რითი მოგწამლეს და თუ ეს დადგინდება გამოდის რომ 99 წლის 9 აპრილის შემდეგ პირველად იქნა გამოყენებული აკრძალული ქიმიური იარაღი და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ასევე არის მინიშნებები იმ გაუარესებულ მდგომარეობაზე, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის საქმის შემდგომ იყო ძალოვან უწყებებში. ეს ყველაფერი არის რეჟიმის განაჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. კი ბატონო, აი გიორგი, რაიმე პოზიტიური სიახლე თუ არის, აი საერთაშორისო კუთხით, აი BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას გულისხმობ, მე ვახსენე, რომ თქვენმა კოალიციამ, თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მიმართა, მათ შორის გაეროსაც მიმართეთ, თუ არ ვცდები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც საკითხი დაინტერესებისკენ, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ, თუ არის რაიმე პოზიტიური სიახლე აი ამ კუთხით, თქვენ თქვით, რომ რაღაცა დავიწყებას არ უნდა მიეცეს ეს ამბავი და მართლაც რომ აქტუალობად შეინარჩუნოს და კონკრეტული რაღაცა სიახლე და შედეგებიც ვნახოთ ამ მიმართულებით. ანუ ერთია რაღაც ქართული ოცნების პრეტენზიები და მათი საჩივარი BBC-სთან, მაგრამ მეორეა რაზეც თქვენ საუბრობდით და რა კითხვებზეც დღემდე სჭირდებათ პასუხები ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ხომ ვინც დაზარავდნენ სწორედ აი ამ სავარაუდო ქიმიური ნივთიერებით.
ჩვენ ვიცით, რომ არსებობს შესაბამისი პროცედურები, პროცედურული ნაბიჯები და ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ ხდება. მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფოს, რომლის ფაქტობრივი მმართველი არის თავად სავარაუდო დამნაშავე რეჟიმი, სავარაუდო დამნაშავეს გულისხმობ ქიმიური მოწამვლის საქმეში ბუნებრივია და არა ზოგად პოლიტიკურად, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ნამდვილად არის დამნაშავე ქართული საზოგადოების და ქართული საქართველოს ისტორიის წინაშე. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება მიმართვა, ბუნებრივია ეს საქმეს ცოტა ართულებს, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, აუცილებლად დადგება მომენტი, ეს ფურცელი ისტორიაში ნამდვილად ვერ გადაიფურცლება და ვერ გადაიფურცლება ისე, როგორც ეს ქართულ ოცნებას სურს. შესაბამისად, ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტებით, საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდეს ეს ფოკუსში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებზე აუცილებლად გაეცემა პასუხი. ქართული ოცნება იქნება მართვის სადავეებთან ამ დროისთვის თუ რეჟიმი უკვე დამარცხებული გვეყოლება, ეს მეორე საკითხია, მაგრამ პასუხები აუცილებლად იქნება გაცემული. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა გიორგი კითხოთ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებს ვგულისხმობ, თქვენ სწორედ სინდისის პოლიტიკური პატიმრების მოკითხვით დაიწყეთ ინტერვიუ ჩვენთან. დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუ აღნიშნული საქმეების არსებითი განხილვა ოფიციალურად უკვე დაწყებულია. რა სიტყვით თქვენ ზოგადად აი პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით და იმ სასამართლო პროცესებზეც რასაც ვადევნებთ თვალს? სასამართლო ხელისუფლება ამ ქვეყანაში რომ არ არსებობს და სასამართლო როგორც საერთო სასამართლოები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად წარმოადგენს ქართული ოცნების დეპარტამენტებს, რომელთაც ფორმალურად ეწოდება სახელმწიფო ინსტიტუტების სახელი, ეს ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებს, ჩვენ ხედავთ და გულშემატკივრობთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2024 წლის დეკემბრიდან და მანამდე რუსული კანონის აქციებიდან მოყოლებული უსამართლოდ სამშობლოს სიყვარულის გულისთვის ყავს დატყვევებული ივანიშვილის რეჟიმს ადამიანები, რომელთა ადგილასაც შეიძლება თითოეული ჩვენგანი ყოფილიყავით, ვინც ვართ ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში. ეს ბოლო საქმეებიც ბუნებრივია არის ივანიშვილის სასამართლოში დაგეგმილი, უпростоრეთ ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში დაგეგმილი და სასამართლოში განხორციელებული სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი. ნახოთ რა მოხდება, ბუნებრივია ყველაფერი იქნება ისე, როგორც გადაწყვეტს ამას თავად ბიძინა ივანიშვილი, კიდევ რამდენიმე პირი შეიძლება იყოს აქ ჩართული და არანაირი თავისუფლება ცხადია სასამართლოს ამ საკითხში არ აქვს. ის უბრალოდ გაახმოვანებს, გადაწყვეტილებებს, როგორც მიიჩნევს ამას რეჟიმი მიზანშეწონილად. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიბრძოლოთ აქტიურად, როგორც საერთაშორისო ფრონტზე, ასევე ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი კონსტიტუციური საპროტესტო აქციების მეშვეობით ამ ადამიანების გასათავისუფლებლად, რათა მივახციოთ ჩვენს მიზანს. ცხადია, პირობა არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება, მაგრამ შემდეგ უნდა მოხდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, რათა დავამარცხოთ ეს რეჟიმი. კი ბატონო, და ასევე მინდა გკითხოთ გიორგი ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც დღეს სხვათა შორის ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესიც იყო, თავდაცვის ყოფილი მინისტრიც და რაღაცნაირად იყო მოლოდინი, რომ შესაძლოა რაიმე ფორმით შეემჩნია ღარიბაშვილის ამბავიც, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ მათი კავშირების შესახებ ისინი ერთ მინისტრთა კაბინეტს წარმოადგენდნენ. რა სიტყვით ზოგადად ღარიბაშვილის ისტორიაზე, საპროცესო შეთანხმებით 5 წლით ციხე, რა შეიძლება ვივარაუდოთ, არ ვიცი, აი რატომ გაწირა თუ დასაჯა ესე სახალხოდ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერ იყო თითქოს რაღაცა გირაოს თემები, პატიმრობა არ ემუქრებოდა, მაგრამ შემდეგ ძალიან მალე შეიცვალა პოზიცია და ღარიბაშვილი ახლა უკვე რუსთავის ციხეში ზის. ჩვენ უკვე თვეებია, რაც ვაკვირდებით შიდაკლანურ დაპირისპირებას ქართული ოცნების შიგნით. ცხადია იმ ადამიანების, იმ პირების მიმართ, რომლებიც იყვნენ არათუ რეჟიმის
წარმომადგენლები, არამედ რეჟიმის საყრდენები, ადამიანური ემპათია ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეს იმ ადამიანს, რომელიც არის ჩაგრული, ხო, საქართველოს საზოგადოება არის ჩაგრული ქართული ოცნების რეჟიმისგან და რეჟიმის შემოქმედების დასჯა არის ძალიან სწორი, ლოგიკური და აუცილებელიც. ოღონდ, როდესაც ქართული ოცნება თავად ქართულ ოცნებას სჯის, აქ ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს არც სამართლის აღსრულებასთან, არც სამართლიანობის აღდგენასთან. ერთი რამ, რაც შეიძლება პოზიტიურად ჩავთვალოთ, არის ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, სუსის ყოფილ უფროს, მინისტრებს, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს, როდესაც ვხედავთ, რომ მათ ასამართლებენ თავად მათივე გუნდის წევრები, ეს არის უკვე სიმპტომი იმისა, რომ რეჟიმი ვეღარ არის ისეთი, როგორიც იყო ადრე და როგორც მინიმუმ დღეს ვინც წარმოადგენს და მონურად ემსახურება რუსულ რეჟიმს, სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად არ შეიძლება ჰქონდეს. ქართულმა ოცნებამ თვით ლუსტრაცია მოახდინა იმ პირების დამნაშავედ, კორუფციაში ბრალდებულად და მჟავრდებულად, მოღალატეებად გამოცხადებით, რომლებიც იყვნენ წლების განმავლობაში ამ რეჟიმის სახეები, რომელთა პირითაც გვეესაუბრებოდა ჩვენ რეჟიმი, რომლებითაც ამაყობდა და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ადამიანები არიან მოღალატეები, უდიდეს კორუფციაში მონაწილენი, რაზეც ჩვენ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ამით რეჟიმმა თავად აღიარა ეს ყოველივე და ალბათ გაცილებით უფრო ცოტა დარჩა ისეთი გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელსაც ამ პროპაგანდისა ჯერ კიდევ სჯერა. რაც გვაფიქრებინებს, ბუნებრივია, რომ რეჟიმი არის თავის ბოლო ფაზაში. ეს ჟანრის კანონია, ეს სჩვევიათ ხოლმე ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს, როდესაც თავის მანამდე უმნიშვნელოვანეს გარემოცვას მოიცილებენ ხოლმე. ასე იყო საბჭოთა კავშირშიც, ასე იყო ნაცისტურ გერმანიაშიც და სხვა ავტორიტარულ და ტოტალიტარულ დიქტატურებში. შესაბამისად, ესე მოხდება აუცილებლად საქართველოში, რეჟიმი მალე შეიცვლება, ოღონდ მანამდე ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და ჩვენ აუცილებლად გვექნება ნორმალური ქვეყანა, რომელსაც ქართული საზოგადოება იმსახურებს.